მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ალბათ დაგიბრუნდით. ორი ტონიდან უფრო ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა, მოგვიწია ევროპული მოგზაურობები, იმედია ისე ამოვნეთ ყველა ჩვენი ვლოგით. ჩემპიონთა ლიგა იყო, შემდეგ იყო უკვე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი და დავბრუნდით ამ ფორმატში. მადლობა ისევ ორ ტონას მასპინძლობისთვის. აქვე გეტყვით აუცილებლად რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, დაგვიწეროთ კომენტარები და სანამ საუბარს დავიწყებ, აუცილებლად მინდა რომ ეხლა შევარჩიო რის თანხლებითაც მე გესაუბრები. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ქართული ფეხბურთი და ძალიან რო არ დავძინდე, რამე კარგი გემრიე რაღაცა შევუკვეთა, მე მგონი ლუდით დაფას ავირჩევ და ლუდი ვაიცენი იყო ჩემი აზრით, ჩემი საყვარელი ვაიცენი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. და ამის თანხლებით მოგიყვებით თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში და რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა, რის გამოც ძალიან გვიჭირს ზაფხულზე აგვისტომდე მიღწევა ევრო ტურნირებს. მოვიდა ჩვენი ლუდისტაფა და ღმერთო, ეს მენატრებოდა, ეს ნამდვილად მენატრებოდა გადაცემასთან ერთად და იმასთან ერთად რომ თქვენთან ერთად ყოფილიყავი, ეს მენატრებოდა უნდა ვაღიარო. და ჩემი საყვარელი ვაიცენიც ადგილზეა, ამას თაზო შენ შეგინახავ, არ ინერვიულო დაგალევინებ, შენთვისაც იქნება ეს. თაზო რა თქმა უნდა კაც უკან არის ამ შემთხვევაშიც და მოგიკითხათ აქედან მეცვამენატრეთო გითხრა და რა ვიცი ყველაფერი კარგი აღნიშნა. გამარჯობა. ხო, ეხლა უკვე დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ რა ხდება რეალურად ქართულ ფეხბურთში და რა გვაწუხებს. მე მაწუხებს ის ამბავი რომ დავიღალეთ გულშემატკივრები, მე მოდი ამ ფორმიდან ვისაუბრებ. ეხლა როგორც გულშემატკივარი და რაღაც მომენტში როგორც სპორტული ჟურნალისტის რაღაც კითხვებს დავსვამ. დავიღალეთ იმით პირველ რიგში რომ ჩვენთვის ევროტურნირები ყოველთვის ადრე მთავრდება. ეს საფხული რაღაცა მხრივ გამონაკლისი იყო, იმიტომ რომ ტორბედომ და გორისდელმა მოახერხეს პირველი ეტაპების გადალახვა. აქამდე ძალიან იშვიათი იყო ეგეც. არ დავიწყებ ეხა ისტორიის გახსენებას, რომელ წელს რა ვქენით, რომელმა გუნდმა რა გააკეთა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ბუღალტერია ამ მომენტში, არაფერს არ ცვლის ჩვენ მოცემულობაში, ახლა ვსაუბრობთ რეალობაზე, რომელიც ჩვენ წინ დგას და რომელიც საკმაოდ წარია და საკმაოდ რთული მდგომარეობაა ამ მიმართულებით. პირველი რაც აუცილებლად მინდა აღვნიშნო და სწორედ აქედან გამოვიდე, გამოსავალი აქედან დავიწყო ამიცებნა, ეს არის რომ ქართული ფეხბურთი, ანუ საქართველოს შიდა ჩემპიონატი დღეს UEFA-ს რეიტინგში 55 ქვეყნიდან არის 52 ადგილზე. ვუსწრებთ სულ 3 ქვეყანას და ისეთი ქვეყნები არიან ჩვენ წინ, როგორიც არის მაგალითად სომხეთი, მაგალითად მალტა, მაგალითად ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, რომელსაც შიდა ჩემპიონატი საერთოდ არ გააჩნია და ეხა რომ აგიხსნათ რატომ არის ის მაინც ჩვენზე წინ, მარტივად გეტყვით რომ იმიტომ რომ მათი გუნდები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, მართალია ლიხტენშტეინის შიდა ჩემპიონატი არ აქვს, თუმცა ისინი რეგულარულად მონაწილეობენ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში და ევროტურნირებზე გამოდიან და მაინც ჩვენზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის რაოდენობაზე, იმაზე ცოტაზე, ვიდრე ალბათ ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში. ისეთ ქვეყნებზე ვსაუბრობ დამწამს. და ქართული გუნდები არიან იმ გამონაკლისს ქვეყნებს შორის, რომელთა გუნდი არ მოხვედრილა ჩემპიონთა ლიგაზე, კონფერენც ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და ეს ბოლოს გააკეთა 2004 წელს დინამო თბილისმა, მაშინ არ არსებობდა ევროპა ლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე ოფიციალურად ნამყოფი არ არის ქართული გუნდი, კონფერენც ლიგა სულ ახლახან შეიქმნა და შესაბამისად გამოვიდა ისე, რომ ქართული გუნდები არც დიდ ევროპულ საფეხბურთო ტურნირზე არ არიან ნამყოფი. ეხლა არის თავი პრობლემა, ამაზე დავიწყოთ მსჯელობა. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზებზე დაიწყებს საუბარს. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც უნდა დასვას კითხვა, თუ რატომ ხდება ეს ასე და როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი ამ მიმართულებით უნდა ვისაუბრო. პირველ რიგში მაინტერესებს ქართული გუნდებისგან რომელიც გააჩნია განვითარების გეგმა, რომელიც იქნება ადაპტირებული 10 წელზე, 15 წელზე, 20 წელზე და ასე შემდეგ. ეხლა მოდი იმას ავხსნი, რატო გულისხმობ განვითარების გეგმას და რა შუაში ალბათ დაგაინტერესებთ, იმიტომ რომ ვიტყვით, რომ ეხლა ფეხბურთელი თუ არ გაიქცა ძმაო და არ ირბინა და თუ კაი ლეგიონერი ვერ ჩამოვიყვანეთ და თუ გულშემატკივარი სტადიონზე არ მივიდა, ამაში გუნდის განვითარების გეგმა რა შუაშია. ხო და ეხლა აგიხსნით რა შუაშია. არსებობს ეგეთი გუნდის შერიფი, ალბათ ყველას გეცოდინებათ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ
2022 წელი იყო ზუსტად თუ არ მეშლება, მადრიდის რეალ დაამარცხა სანტიაგო ბერნაბეუში. ეს გააკეთა გუნდმა, რომელიც წინა წელს, სანამ სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალს მოუგო, ერთი წლით ადრე იბერიამ მაშინ ერქვა საბურთალო დაამარცხა და 3-0 მოუგო გასვლაზე. თუმცა ამ გუნდის მესვეურები საერთოდ არ ნერვიულობდნენ იმ მომენტში ამ მარცხის გამო, რადგან ამბობდნენ ეგეთ რაღაცას. ჩვენ გვაქვს განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომელიც ამ მომენტში საერთოდ არ გვანერვიულობს, მივყვებით ეტაპობრივად და ვიცით რას მივახცეთ. ეხლა რატო ვლაპარაკობ განვითარების გეგმაზე და იმაზე, რომ თქვათ ეს არის პრობლემა, ეს თუ არა გვაქვს აქედან გამომდინარე ხდება ყველაფერი. ნახეთ, თუ მაგალითად მე ვიტყვი, რომ 20 წლის განმავლობაში TST სპორტი უნდა მივიდეს ამ დონეზე. თუმცა დღეს თუ მე რაღაც ჩავარდნა მექნება, ეს ბუნებრივი პროცესი იქნება, მაგრამ მე ვიძახი, რომ აუცილებლად 20 წლის შემდეგ TST სპორტი ამ ლეველზე ავა და ამ დონეს დაიჭერს. მაშინ მე მაქვს ზუსტად გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდე აქამდე. ამისთვის წინასწარ ვაკეთებ კვლევას, ვიკვლევ პროცესს, რა ხდება, რა პრობლემა მაქვს, როგორ არის გამოსავალი, ვიხმარ სხვის მაგალითებს და ასე შემდეგ. თუ საფეხბურთო გუნდი არ დგება და არ იწყებს პრობლემის გზების აღმოფხვრაზე მუშაობას და იღებს მარტივ გადაწყვეტილებას. მაგალითად, როგორც არის მთავარი მწვრთნელის გაშვება, ბირთვის შეცვლა, არ ვიცი რავი, მაგალითად გუნდიდან გაუშვას რომელიმე ლიდერი, იმიტომ რომ დაბრალდეს მას ევროტურნირებზე ვერ მიღწეული წარმატება და ეს ყველაფერი ფაქტებია, რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ. ეხლა მე მაინტერესებს ეგეთი რაღაცა თქვენც მითხარით, თქვენი აზრი კომენტარებში აუცილებლად დამეწერეთ. მაგალითად, თუ მე ვარ გუნდის პრეზიდენტი, რომელსაც მინდა რომ 5 წელიწადში მოხვდე კონფერენც ლიგაზე. არ ვამბობ ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგას. ევროპა ლიგა უკვე გამორიცხულია, იმიტომ რომ აღარ აქვს ჩვენ მან თამაშის საშუალება თუ რაღაც გარკვეულ წარმატებას არ მივახცეთ. ვამბობ კონფერენც ლიგაზე. და შევქმენი გუნდი, მყავს გუნდში 23 ფეხბურთელი, მათგან ზოგი კარგი, ზოგი ნაკლებად კარგი, ზოგი საშუალო დონის, მაგრამ ამ გუნდით მე გავხდი ჩემპიონი. დაიწყო ახალი სეზონი, გუნდის გამარჯვებაში და ჩემპიონობაში, ვინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, ის ფეხბურთელები წავიდნენ, ზოგი სხვა გუნდში გადავიდა, ქართულ გუნდში, ზოგი უცხოეთში წავიდა, უფრო დაბალ დონის ჩემპიონატში, მაგრამ უკეთესი პირობებით ალბათ და რა მივიღე მე შესაბამისად, ესე იგი მომიწია გუნდის თავიდან ჩამოყალიბება, გუნდის თავიდან აწყობა და საბოლოოდ როდესაც ფაქტის წინაშე ვდგები და თამაშები იწყება, ამ მომენტში გუნდი არის მოუმზადებელი. ვინმე თუ შემედავებით ეხლა რომ ეგ-ეგრე არ არის ძმაო და იცი რა, ეხლა იმ ფეხბურთელმაც რა ქნას თუ უკეთესი შემოთავაზება აქვს და უნდა წავიდ ზაბა რა უნდა ქნას, მაგრამ თუ გუნდს განვითარების გეგმა ექნება და გუნდი ფეხბურთელს დაუდევს 4 წლიან კონტრაქტს, 5 წლიან კონტრაქტს, თუ ფეხბურთელი წავა იმ ხელა გამოსაწყიდი თანხა იქნება და არა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კი არ დატოვებს გუნდს და არ აიღებს რაღაც სიტყვაზე 100,000 სიტყვაზე გამორჩეული ფეხბურთელი როდესაც გუნდიდან მიდის, აიღებს რაღაც მილიონს. ამ მილიონის საშუალება იქნება მე რომ სხვა იმის დონის ფეხბურთელი ლეგიონერი ჩამოიყვანოს. მოდი ცოტა ეხა ამოვისუნთქებ და ვაიცენსაც დავაგემოვნებ. და გეტყვით თქვენს რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. მე მგონი საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობ ამ წამს და ძალიან გამიხარდება თუ ვიაქტიურებთ კომენტარებში და თქვენაც გამიმხელთ და გვეტყვით რას ფიქრობ. აი 2 ტონის რუდი თაზო რას მოუხდებოდა განსაკუთრებით იცი? აი ქართული გუნდი რო თამაშობდეს ეხა კონფერენც ლიგის ჯგუფში მაგარი თამაშები რო გქონდეს საყურებელი აქ ვიკრიბებოდეთ ამ მაგარ გარემოში თუ გასვლაზეა თამაში რა თქმა უნდა თუ სახშია სტადიონზე და მივდიოდეთ და ლუდის თანხლებით ამ მაგარი ლუდის თანხლებით უყურებთ ალბათ ყველა ფეხბურთის მოყვარულისთვის ჩემთვის ეს არის ძალიან იდეალური გარემო და მადლობა 2 ტონას რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყოველთვის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს და ძალიან კაი ლუდი აქვს კრაფტ ლუდი რომელიც ადგილზე იხარშება და მადლობა მათ ამ ყველაფერთვის აგვიმაჩს მოდი კიდე ერთ რაღაცაზე დავიწყოთ ახლა ვჭერობა მე ვარ გუნდის ფლობელი რომელსაც მაქვს გუნდი რისთვის მაქვს ეს გუნდი მოდი ამ თემაზე ვიფიქროთ ახლა აი მე ვარ ცოტნე შავშაძე რომელსაც აქვს გუნდი რაღაცა სიტყვაზე ფურცელი ქვია ამ გუნდს და მინდა რომ ფურცელი გახდეს რაღაცა წარმატებული გუნდი და როგორ ვიწყებ ამ გუნდის შენებას მოვიზიდე ინვესტიციები მაქვს სტადიონი მყავს გულშემატკივრები მყავს ფეხბურთელები და ვარ ისიმეწე რომ იქნება კარგი ლეგიონერი ჩამოვიყვანო შემთხვევითობით ვიპოვო
იმიტომ რომ მე არ მგონია რომელიმე ქართული გუნდი სკაუტინგით მუშაობდეს და დაფრინავდეს ევროპაში და აფრიკაში და აზიაში და ეძებდეს ფეხბურთელებს და ამ შემდეგ, ნუ გასაგებია ეს ყველაფერიც და რეალურად განვითარების გეგმა არ გამაჩნია, ხო? ვარ ალბეძე მიყნობილი, რომ რაღაცა იქნება გამოვიდეს, რაღაცას იქნება მივაღწევთ და ამ შემდეგ. აქვე დავიწყებ მეორე თემაზე საუბარს. განვითარების გეგმაზე ვისაუბრებთ. ამ განვითარების გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის ყოველთვის ინვესტორები, დაფინანსება, ფინანსები და ასე შემდეგ. შენ თუ აიღებ 20 წლიან გეგმას, სიტყვაზე ვამბობ, რომ გაქვს 20 წლიანი გეგმა. ამ 20 წლის განმავლობაში შენ გაწერილ გეგმით აინტერესებს სხვადასხვა ინვესტორთა ჯგუფებს, რომ მოდი, ჩადე ჩემ გუნდში ესე შენ ინვესტიცია, აი ეს მიზანი მაქვს, ეს მიზანი მაქვს, ეს მიზანი მაქვს, შენ თუ ხარ დაინტერესებული, ეს გავაკეთოთ, შესაბამისად შეგვიძლია შევქნათ უფრო მეტი ფინანსური რესურსი, შეგვიძლია შევქნათ უკეთესი გარემო და 20 წლის განმავლობაში, 20 წლის შემდეგ მივაღწიოთ შედეგს. დღეს ხო ახლა არაფერი არ ეშველება ამ სიტუაციას რაც გვაქვს. ჩემი აზრით არ შემდეგწეს არ ეშველება არაფერი, მაგრამ ავიღოთ რაღაც 10 წლიანი პროექტი და ვთქვათ, რომ 10 წელიწადში ჩვენ გვექნება ეს გეგმა, ნებისმიერ გუნდი რომელიც ამას აკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგზე აუცილებლად გავა. ავიღოთ გეგმა, ვიმუშაოთ, შეიძლება ამ გეგმის დაშვების დროს დაუშვა, შეიძლება ამ გეგმის დროს გარკვეული შეცდომებით დაუშვა, რაღაცა კარგად ვერ გააკეთო, რაღაცა შეცდომები გქონდეს, მაგრამ 20 წელი იხელა დროა, რომ პრაქტიკაში აუცილებლად მოვა შედეგი საბოლოოდ, მაგრამ ეხლა ჩვენ რას უყურებთ? ბოლო 10 წლის განმავლობაში მე გეგმა ვერ დავინახე. სიმართლე გითხრათ, გეგმას ვერ ვხედავ საერთოდ. არც ერთი გუნდი არ საუბრობს ამ გეგმაზე და ამ არსებულ რაღაცა შანსებზე. მე უბრალოდ ერთადერთ რაღაცას ვატყობ. რომ ყველა გუნდი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცდილობს რომ განვითარდეს, ცდილობს რომ უკეთესი გახდეს, ცდილობს რომ რაღაცას მიაღწიოს და საბოლოოდ მივდივართ იმ მომენტამდე, რომ ვერც ვერაფერს ვერ აღწევენ, ფეხბურთელებსაც კარგავენ. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ კარგი თუ არ გამოდის საკლუბო ფეხბურთი არაფერი, ნაკრები ხო წარმატებული. ეხლა მოდი ამ თემასაც გავშლი და სწორედ ამიტომ აწუხებს ალბათ ყველაზე მეტად მე ეს თემა. როდესაც ფეხბურთელი იზრდება საქართველოს ჩემპიონატში და ქართულ აკადემიაში, პირველ პრაქტიკას იღებს ეროვნულ ჩემპიონატში. აქ მიღებული სათამაშო ტემპი, აქ მიღებული გამოცდილებით ის უნდა წავიდეს შემდეგ ეროვნულ ნაკრებში, ახალგაზრდულ ნაკრებში ან რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში. და ვიღებთ რას, რომ იქიდან გვეთამაშება მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედის, ან მადრიდის, რეალის, ბარსელონას, აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, რომლებიც საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან, აქედან ვეთამაშებიან ჩვენი გუნდები, რომლებიც კარგ ფიზიკურ კონდიციებში არ არიან, მაღალი სათამაშო ტემპერატურის ზად არ არიან და ასევე ამ დონის მატჩების გამოცდილება არ აქვთ. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც საფრანგეთთან თამაში ჰქონდა და გავხსენით ლაინაპები, რომელი ფეხბურთელები სათამაშობდნენ საფრანგეთის ნაკრებიდან, რომელი ფეხბურთელები სათამაშობდნენ საქართველოს ნაკრებიდან, იმხელა სხვაობა იყო, რომ რაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გააკეთა რამასვანაძის ხელმძღვანელობით, ეს იყო გმირობის ტოლფასი. იმიტომ რომ ყველაფერი ჩადეს ალბათ იმ ერთ თამაში, რომ შედეგისთვის მიეღწიეთ. მაგრამ არ გამოდის, ვერ გავუძელით, აი ზუსტად ხო იმ ბოლო 15 წუთს ვერ გავუძელით, იმიტომ რომ აღარ გვეყო არც ძალა, არც ფიზიკური მონაცემები, არც გამოცდილება ალბათ და რაღაც შეცდომები დაუშვა. ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის რა. ეროვნული ჩემპიონატიდან გამორჩეული ფეხბურთელი მიდის სხვა ქვეყნის ჩემპიონატში და იქ უბრალო ფეხბურთელი ხდება. და ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის. კიდევ გინდა გითხრათ რა არის ძალიან დიდი პრობლემა. სამოყვარულო ლიგაზე, სადაც მეც დავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები თამაშობენ, სამოყვარულო ლიგაზე უფრო მეტი ადამიანი თადის მატჩებს აყურებენ, ვიდრე დინამო არენაში. ნახეთ რატო ვამბობ ამ ყველაფერს. გიორგი გურიაშვილი ალბათ ყველა მეცით სარაევოს ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ეგეთ რაღაცას ამბობდა რა, რომ საბურთალოს შემადგენლობაში გავიტანდი სამგოსო, ამოვიდოდიო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდანო და ერთი ადამიანიც კი ვერ მცნობდაო. ბოსნიაშიო არსებობსო 3-4 თამაში მაინცო იმასა ქვია 1 წლის განმავლობაშიო, სადაც გულშემატკივრების სტადიონი ივსებაო, ნამდვილი საფეხბურთო გარემო არისო და დიხარიო ეგეთ სიტუაციაში თამაშიო რა. ფეხბურთელი სწორი კრიტიკით უნდა გაიზარდოს თქვენთან ერთად. გუნდები სწორი კრიტიკით უნდა გაიზარდონ ჩვენთან ერთად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფერთვის რა.
საფხული რომ მოვა და ფეხბურთი რომანში გვახსენდება და მაშინ გვინდება რომ აბა ქართული გუნდები რას აკეთებენ, ეგეც არ არის სწორი. მათ მიმართებაში აკითხები არსებობს, ჩემი აზრით სწორად დავსვი ამ შემთხვევაში, რომ ვიკითხე, რატომ არ არსებობს განვითარების გეგმა, რომელსაც გავყვებით, რატომ არ არსებობს რაიმე პროექტი, რომელთაც ინვესტორებს მოვიძიებთ, რატომ ვერ უქმნით ფეხბურთელებს, ცნელებს, აკადემიებს იმ პირობებს, რომ ფეხბურთელები არ გაგექცეთ ყოველი წლის დასასრულს და თავიდან არ მოგიწიოთ გუნდების შექმნა, მაგრამ ეხლა მოდი გულშემატკივრებისგანაც შემოვატრიალოთ, ასე თქვათ, ის არის და გულშემატკივრების ხარისხს ვთქვათ. გულზე ხელი დაიდეთ ეხლა და რამდენი იყავით ეროვნული ლიგის თამაშებზე წლის განმავლობაში. და მე ვთქვათ, რომ ეს არ არის პრობლემა. ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი პრობლემაა, სწორედ ამ სიტუაციაში, ანუ საფეხბურთო ქვეყანა ვართ მხოლოდ ნაკრების თამაშის დროს, მაშინაც თუ კონკრეტული ფეხბურთელები თამაშობენ, ანუ როგორ ვერ გავავსეთ დინამო არენა გიორგი გლორიას გაცილებაზე. ესეც ძალიან დიდი პრობლემა იყო რა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე არ ვისაუბრებ ახლა. თქვენს დაფიქრდით, რა შეგიძლიათ უკეთ გააკეთოთ. ეხლა ვიღაცა ძის და ფიქრობს, რომ ანუ რა გინდა ეხლა წავიდე და რაღაცა სვარკას უყურო? ხო და ძმაო, წადი იმ სტადიონზე სვარკა რო არ იყოს, ეგ იყვირე და ეგ თქვი, რომ სვარკა არ იყოს რა. 5000 კაცი თუ უკეთეს დონეზე მოითხოვს, დამიჯერეთ, უფრო მეტი мотиваცია გაჩნდება ფეხბურთელშიც, უფრო მეტი мотиваცია გაჩნდება გუნდის მფლობელებშიც და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი თემა იყო სპაერის თემა, რომ გულშემატკივრებისთვის ბილეთები არ გაიყიდა და ეს ბილეთები დაურიგდათ მხოლოდ ოჯახის წევრებს. ამაზე საკმაოდ ბევრი კრიტიკა იყო, ბევრი დაცინვა იყო, ასე შემდეგ. რამდენი იყავით სპაერის თამაშების სული წლის განმავლობაში? აი რომ მოთხოვეთ ახლა სპაერს რომ ბილეთები რატო არ გაყიდეთ ძმაო? რამდენი მიხვედით წეს სპაერის თამაში? ანუ ვაფშე რამდენმა იცოდით, რომ სპაერი წეს თამაშობდა? ან სად თამაშობდა? გუნდი ხო მეორე ლიგიდან თასის ფინალის გამარჯვებული გახდა და ემზადებოდა რომ კონფერენციის ლიგაზე ეთამაშა. წლის განმავლობაში რამდენი დაინტერესდით სად იყო და რას აკეთებდა ეს გუნდი? ან ვაფშე ვინ თამაშობდა ამ გუნდში? ანუ სანამ ვიღაცაზე ვიღადავებთ, დავცინებთ და გავერთობით, მოდი ჩვენ თავში ჩავიხედოთ, მე ხო არ დავუშვი რამე კონკრეტული შეცდომა. მე მგონი ცოტა რთული საუბარი გამომივიდა, შეიძლება მოსასმენათაც საკმაოდ სასიამოვნო არ იყო. მაგრამ ეს არის რის თქმაც მე აუცილებლად მინდოდა და აუცილებლად უნდა მეთქვა რა, ისე ვერ მოვისვენებდი ვერაფრით. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რა გვეველოდება წინ, ციხე სპორტი რა თქმა უნდა აქტიურად იქნება. ეხლა ზაფხულის პერიოდია და ვცდილობთ რაღაც საინტერესო კონტენტები მოვიფიქროთ მთელი წლის განმავლობაში, რასაც შემოგთავაზებთ. ამიტომ გჭირდება სპონსორები, აქვე მოგმართავთ ყველა კომპანიას, რომ ყველანაირი შემოთავაზებით სად ვართ, ღია ვართ, გელოდებით. ეს არის ჩვენი მეილი, სადაც შეგიძლიათ რომ მოგწეროთ. თქვენი აზრი აუცილებლად დაგვიწერეთ, თქვენ რას ფიქრობთ. აქვე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რაც შეიძლება მალე ავიდეთ 10000 გამომწერზე. დალაიქეთ ეს ვიდეო და იყავით ჩვენთან ერთად. აუცილებლად ხო კიდევ ზარიზღილაკიც უნდა გააქტიუროთ. ჩვენ ვიყოფებთ ორ ტონაში. საოცარი ლუდი იხარშება ადგილზე, კრაფტ ლუდია, ასევე საოცარი კერძებია, ძალიან გემრიელია მართლა დამიჯერეთ და ისინი რა თქმა უნდა ყველას გელოდებიან და იმედია რომ ის სიამოვნებად აკყოფით. მადლობა და ნახვამდის და იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო.